როგორ არა 26 თებერვალს ჩამოვიდი იტალიიდან 10 წელია ემიგრაციაში გახდა იტალიაში 3 თვის უკან ვიყავი შეგურებაში ჩამოსული რა თქმა უნდა ნახე ჩემი შვილი ეს ოქტომბრის მოვლენები რო დაიწყო დისტანციურად სულ ვიყავი ხაზზე და რა თქმა უნდა არ მინდოდა დედა ხო იცით ყოველთვის განიცდის და არასოდეს არ უნდა რომ აი ასეთ დაპირისპირებაში იყოს მისი შვილით მონაწილე, მაგრამ ახალგაზრდები მოგეხსენებათ როგორი პატრიოტული შემართებით და სულისკვეთებით არიან და ვერაფრით ვერ დავაუკებდი და ვერაფრით ვერ გავაკავებდი სახლში და მოხდა ის რაც მოხდა. 4-ჯერ ნახე ირაკლი პაიმონტი მასთან ციხეში. რა თქმა უნდა ვერ დავიკმაყოფილე ის სურვილი რომ ვერ ჩავეხუტე ჩემს შვილს, იმიტომ რომ გამიგესენებათ მინა არის ჩვენ შორის მინის მიღმა იყო ჩემი ირაკლი და ასევე ხოლო ტელეფონით ვესაუბრებოდი. მიახლოების და ჩახუტების საშუალება აქაც არ მოგცემდნენ ალბათ სხვა მშობლებს არ აძლევენ ხოლმე მაგის უფლებას, მაგრამ ნახავდით მაინც. ნახვით აი ერთადერთი ასე, მაგრამ სასამართლოს სხდომაზე ორ სხდომაზე გავხდით და მაშინ რა თქმა უნდა ვიჯექი და უყურებდი ჩემს შვილს და ეს ჩემთვის ძალიან ისეთი იყო შთამბეჭდავი და ემოციური მომენტი იყო და დღესაც მინდოდა დაბრუნების და გაფრენის წინ გამგზავრების წინ მეხილა ჩემი ირაკლი, მაგრამ აი მოსამართლემ არ დამაყოფილა ჩვენი მოთხოვნა და რა თქმა უნდა ძალიან წუხვალ რომ ასე მოხდა. ვერ დავიშვიდოთ ჩემს შვილს. პირველივე საკითხად ეს განიხილა მოსამართლემ დასაწყისშივე რამდენი საათი გავიდა არ ვიცი 7 თუ 8 საათის წინა და ყოფილა, მაგრამ აქ ხართ მაინც ბოლომდე. იმედი გქონდათ რომ შეხვიდოდით? ბატონო, იმედი გქონდათ რომ შეხვიდოდით? მე მქონდა რა თქმა უნდა იმედი ბოლო მომენტამდე სანამ საბოლოო პასუხი არ მივიღე, ეს იყო რაღაც 3-4 საათის უკან, მაგრამ რა თქმა უნდა დავიღე დასრულებას სასამართლოს სხდომისას და ამაღამ მივფრინავ, ასე რომ უკვე იმას ვფიქრობდი, რომ შეიძლება სასამართლოს სხდომი და პირდაპირ წავსულიყავი აეროპორტში, მაგრამ დამსრულდა ახლა სასამართლოს სხდომა 2 აპრილის შედგებაში მორიგი სასამართლოს სხდომა და ახლა უკვე დისტანციურად იქიდან გავიგებ ჩემი შვილის ამბებს. რა მოლოდინები გაქვთ ბოლოს? მოლოდინი მაქვს იმისა, რომ სამართალი იძეიმებს და რომ მე დარწმუნებული ვარ ჩემი შვილის და ყველა იმ ახალგაზრდის უდანაშაულებაში, რომლებიც ეხლა არიან მსჯავრდებულის სკამზე.